ნოეს დღეებში აშკარა ნიშნები იყო დაცემისა, მაგრამ დედამიწა მაინც მდიდარი და ლამაზი იყო ღმერთის მოწყალების საჩუქრებით. ბორცვები დიდებული ხეებით იყვნენ გაწყობილი, რომლებიც ვაზის ხილის სავსე ტოტებს ეჭირა. გიგანტური, ბაღის მსგავსი ველები მწვანე საფარით იყვნენ დაფარული და ათასობით ყვავილის სურნელით სავსე. დედამიწის ხილი დიდი მრავალფეროვნებით იყო წარმოდგენილი და თითქმის უსასრულო. ხეების ზომით, სილამაზით და სრულყოფილი პროპორციით, ბევრად აღემატებოდა იმათ, რაც ახლა შეიძლება მოიძებნოს. მათი ხე იყო მაღალი ხარისხის და მყარი, რომელიც ახლოს იყო ქვას და თითქმის არანაკლებ გამძლე იყო. ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი ქვები უხვად არსებობდა. კაცობრიობა ჯერ კიდევ ინარჩუნებდა თავის ადრეულ ენერგიას, მაგრამ რამდენიმე თაობა გავიდა მას შემდეგ, რაც ადამი ხესთან მიაწვდებოდა. რაც სიცოცხლის გახანგრძლივებას გულისხმობდა და ადამიანის არსებობა ჯერ კიდევ საუკუნეებით იყო გაზომილი. თუ იმ ხანგრძლივი სიცოცხლის მქონე ხალხმა თავისი იშვიათი უნარებით დაგეგმვისა და განხორციელების თავი ღმერთის მსახურებას მიუძღვნიდნენ, ისინი თავიანთ შემოქმედ სახელმწიფოს მოუტანდნენ დედამიწაზე და მიაღწევდნენ იმ მიზანს, რის გამოც მათ სიცოცხლე აჩუქა. მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს. იყო ბევრი გიგანტი, დიდი სიმაღლისა და ძალის მქონე ადამიანები, რომლებიც სიბრძნით იყვნენ ცნობილი. მათ ჰქონდათ უნარი, მოეგონათ ყველაზე ჭკვიანი და საოცარი ნამუშევრები, მაგრამ მათი დანაშაული ბოროტების მიმართ თავისუფალი ხელის მიცემის გამო მათი უნარების და გონებრივი შესაძლებლობების თანაფარდობაში იყო. ღმერთმა ამ წინასწარმეტყველებს მრავალი და მდიდარი საჩუქარი აჩუქა, მაგრამ მათ მისი წყალობა თვითგამოჩენისათვის გამოიყენეს და ეს წყალობა წყევლად აქციეს, რადგან საჩუქრებზე თავიანთი სიყვარული დააფიქსირეს. მომცემი პირის ნაცვლად. მათ ოქრო და ვერცხლი, ძვირფასი ქვები და საუკეთესო ხე გამოიყენეს საკუთარი საცხოვრებლების მშენებლობაში და ცდილობდნენ ერთმანეთისგან უკეთესად გამოეჩინათ, თავიანთი სახლების ლამაზად გაფორმებით ყველაზე უნიჭიერესი ხელოსნობის საშუალებით. ისინი მხოლოდ საკუთარი ამაყი გულების სურვილების დაკმაყოფილებას ცდილობდნენ და სიამოვნებისა და ბოროტების სცენებში იხალისებდნენ. ღმერთის ცოდნის შენარჩუნების სურვილით მალე მისი არსებობა უარყვეს. მათ ბუნება ადიდეს ბუნების ღმერთის ნაცვლად, ადამიანის გენიოსი დიდება მოუტანეს, საკუთარი ხელების ნამუშევრებს თაყვანს სცემდნენ და შვილებს ასწავლიდნენ, რომ კერპების წინ უნდა დაეხარონ. და კარგ ხეებზე ჩრდილში მათ თავიანთი კერპების საკურთხევლები დააყენეს. გრძელი ხეივნები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ფოთლებს ინარჩუნებდნენ, ხალბი ღმერთების თაყვანისცემისთვის იყო მიძღვნილი. ამ ხეივნებთან დაკავშირებული იყო ლამაზი ბაღები. მათი გრძელი მრუდე ხეები, რომლებიც ყველა სახის ხილით იყო გაწყობილი, ქანდაკებებით მორთული და ყველაფრით გაწვდილი, რაც გრძნობებს გაახარებდა. ან ხალხის ვნებების დაკმაყოფილებას ცდილობდნენ და ასე მათ კერპთაყვანისმცემლობაში მონაწილეობისკენ იზიდავდნენ. კალბი ღმერთების თაყვანისმცემლებმა თავიანთი ღმერთები ადამიანური თვისებებითა და ვნებებით გაამკვიდრეს და ასე მათი ხასიათის სტანდარტი ცოდვილი ადამიანების მსგავსად დაიცია. ღმერთმა დაინახა, რომ კაცის ბოროტება დედამიწაზე დიდი იყო და რომ მისი გულის ყველა აზრი მხოლოდ მუდმივად ბოროტი იყო. დედამიწა ასევე იყო ბოროტი ღმერთის წინაშე და დედამიწა ძალადობით იყო სავსე. ღმერთმა კაცობრიობას თავისი მცნებები მისცა, როგორც ცხოვრების წესი, მაგრამ მისი კანონი დარღვეული იყო და ყოველი შესაძლო ცოდვა ამის შედეგი იყო. ადამიანთა ბოროტება ღია და გაბედული იყო, სამართლიანობა მტვერში გათელა და დაჩაგრულთა ძახილი ზეცამდე აღწევდა. სოფლიო თავის ბავშვობაში იყო, მაგრამ ბოროტება იმდენად ღრმა და გავრცელებული გახდა, რომ ღმერთმა ვერ შეძლო მისი ატანა. და თქვა, რომ კაცს, რომელსაც დედამიწის სახიდან შექმნა, გავანადგურებ. მან გამოაცხადა, რომ მისი სული ყოველთვის არ უნდა იბრძოლოს დამნაშავე თაობასთან. თუ ისინი არ შეწყვეტდნენ თავისი ცოდვებით მსოფლიოს და მისი მდიდარი საგნებით დაბინძურებას, ის მათ თავის კნილებაში დაბრკოლებას გაუწვდიდა და გაანადგურებდა იმას, რითაც სიამოვნებდა მათი დალოცვა.
ის წაწმენ და მინდვრის მხეცებს და მცენარეულ მცენარეებს, რომლებიც ათვდიდნენ ამ ხელასაკვებს. და მათი მშვენიერი დედამიწა ერთ დიდ ნანგრევების და უდაბნოს სცენად გადააქცევდა. ასოცი წლით ადრე წყალდიდობის უფალმა, წმინდა ანგელოზის მეშვეობით, ნოეს განუცხადა თავისი მიზანი და დაავალა, რომ კიდობანი აშენებინა. კიდობნის აშენების პროცესში ის უნდა გადაგებდეს, რომ ღმერთი მოიტანს წყალდიდობას დედამიწაზე, რათა გაანადგუროს ბოროტი ადამიანები. ისინი, ვინც დაიჯერებდა მესიჯს და მოემზადებოდა ამ მოვლენის სინანულით და რეფორმით, უნდა მოიძიონ პათიება და გადარჩნენ. ღმერთმა ნოეს მიაცნო კიდობნის ზუსტი ზომები და აშენების შესახებ კონკრეტული მითითებები. ყოველ დეტალში ადამიანის სიბრძნე ვერ შეძლებდა ასეთი დიდი ძალისა და გამძლეობის სტრუქტურის შექმნას. ღმერთი იყო დიზაინერი, ხოლო ნოე მთავარი მშენებელი. ის 3 სართულიანი იყო, ხოლო ერთი კარი ჰქონდა, რომელიც გვერდზე იყო. მზის შუქი ზედა ნაწილში ხვდებოდა და სხვადასხვა ოთახები ისე იყო მოწყობილი, რომ ყველა განათებული იყო. კიდობნის მშენებლობაში გამოყენებული მასალა იყო ციპრესის ან გოფერის ხე, რომელიც ასობით წლის განმავლობაში არ დაზიანდებოდა. ამ უზარმაზარი სტრუქტურის მშენებლობა ნელი და შრომატევადი პროცესი იყო. თუმცა თვით კიდობანი ვერ გაუძლებდა იმ შტორმს, რომელიც დედამიწაზე უნდა მოვიდეს. ღმერთი მარტო შეძლებდა თავისი მსახურების დაცვას ქარიშხიან წყლებში. რწმენით ნოემ გაფრთხილებულმა ღმერთმა ჯერ კიდევ უხილავი, შიშით შეძრწონებულმა მოამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად. ამით მან დანარჩენი გამოუტანა მსოფლიოს და გახდა რწმენით მიღებული სიმართლების მემკვიდრე. ენქვანტო ნოემ მსოფლიოს აფრთხილებდა, მისი საქმეები მისი გულწრფელობის მოწმობა იყო. ასე სრულდებოდა მისი რწმენა და ხდებოდა აშკარა. მან მსოფლიოს აჩვენა მაგალითი იმისა, როგორ უნდა დაიჯერო ზუსტად ის, რაც ღმერთმა თქვა. ყველა, რაც ჰქონდა, ის კიდობანში ჩადო. როდესაც ის მშვენიერი ნავი მშრალ მიწაზე აშენებდა, უამრავი ადამიანი მოვიდა ყველა მიმართულებიდან, რომ დაენახათ უცნაური სანახაობა და მოესმინათ ამ განსაკუთრებული ქადაგების გულწრფელი, ქადაგებელი სიტყვები. კიდობანზე თითოეული დარტყმა ხალხისთვის მოწმობა იყო. თუმცა ისინი არ მოექცნენ ღმერთს ნამდვილ სინანულით. ისინი არ იყვნენ მზად, რომ უარი ეთქვათ თავიანთ სოდვებზე. მდინარე წყალდიდობის მოსვლამდე გასული დროის განმავლობაში მათი რწმენა გამოცდილი იყო და ისინი ჩავარდნენ. გამოცდის გადატანა. მძლავრი ურწმუნოების გავლენის ქვეშ საბოლოოდ ისინი შეუერთდნენ თავიანთ ყოფილ თანამოაზრებს და უარყვეს სერიოზული შეტყობინება. ზოგი ღრმად იყო დარწმუნებული და ყურადღებას მიაქცევდა გაფრთხილების სიტყვებს, მაგრამ იმდენი იყო, ვინც ხუმრობდა და დაცინავდა, რომ მათაც იგივე სული მოიცვეს. იმ თაობის კაცები არ იყვნენ ყველა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით კერპთაყვანისმცემლები. ბევრი აცხადებდა, რომ ღმერთის თაყვანისმცემლები იყვნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ მათი კერპები ღმერთის გამოსახულებები იყვნენ და რომ მათი მეშვეობით ხალხი უფრო ნათლად შეეძლო ღვთაებრივი არსების გაგება. როდესაც ისინი ცდილობდნენ ღმერთის წარმოდგენას მატერიალური ობიექტებით, მათი გონება დაბრმავდა მისი დიდებისა და ძალის მიმართ. ისინი შეწყვიტეს მისი ხასიათის სიწმინდის გაცნობიერება ან მისი მოთხოვნების წმინდა უცვლელი ბუნების აღიარება. როდესაც ცოდვა გავრცელდა, ის სულ უფრო და უფრო ნაკლებად ცოდვილი ჩანდა და ბოლოს განაცხადეს, რომ ღვთიური კანონი აღარ მოქმედებდა, რომ ღმერთის ხასიათის საწინააღმდეგო იყო ცოდვის დასჯა და უარყვეს, რომ მისი განაჩენები დედამიწაზე უნდა მოეწვდოს. თუ იმ თაობის კაცები ღვთიური კანონის დაცვას მოინდომებდნენ, ისინი გააცნობიერებდნენ ღმერთის ხმას მისი მსახურის გაფრთხილებაში. მაგრამ მათი გონება იმდენად დაბრმავდა სინათლის უარყოფით, რომ ისინი ნამდვილად მიიჩნევენ ნოეს შეტყობინებას ილუზიად. არ იყო მრავალი ან უმრავლესობა, ვინც მართლის მხარეს იდგა. სოფლიო ღმერთის სამართლისა და მისი კანონების წინააღმდეგ იყო გაწვდილი და ნოე ფანატიკად მიიჩნეოდა.
სოფიო ხალისობდა შეცდომაში შეყვანილი მოხუცის სისულელეზე. ღმერთის წინაშე გულმოდგინების ნაცვლად ისინი აგრძელებდნენ თავიანთ დაუმორჩილებლობას და ბოროტებას, თითქოს ღმერთმა მათ თავისი მსახურის მეშვეობით არ ესაუბრა. მაგრამ ნოე ქარიშხლისში, როგორც კლდე იდგა. პოპულარული სიზღისა და დაცინის გარემოცვაში მან გამოერჩეოდა თავისი წმინდა ინტეგრობით და ურყევი ერთგულებით. მის სიტყვებს თან ახლდა ძალა, რომელიც ღმერთთან კავშირს გამოხატავდა. შექმნა მას უსასრულო ძალის ძალა შეძლიერი, ხოლო 120 წლის განმავლობაში მისი სერიოზული ხმი თაობის ყურებზე ვარდებოდა, რაც შეეხება მოვლენებს, რაც ადამიანური სიბრძნის მიხედვით შეუძლებელი იყო. სოფიოს წვიმამდე მიაჩნდა, რომ საუკუნეების განმავლობაში ბუნების კანონები უცვლელი იყო. მიმდინარე სეზონები თავიანთი რიგით მოვიდნენ. ამ დრომდე წვიმა არასდროს ყოფილა. მიწა ნისით ან სითხით იყო გაწვდილი. მაგრამ მათი ურყევი წინააღმდეგობის გამო სინდისის გაცდილივე ფრემენს იმ თაობამ დაასრულა თავისი ბოროტების ზომა და განიცა და განადგურებისათვის მზადყოფნა. მათი გამოცდის პერიოდი მალე დასრულდებოდა. ნოე ერთგულად მიჰყვებოდა იმ ინსტრუქციებს, რომლებიც ღმერთმა მისცა. ნავი ყოველგვარ ნაწილში დასრულდა, როგორც უფალმა და აკმაყოფილა და ის იყო სავსე საკვებით ადამიანისთვის და ცხოველებისთვის. და ახლა ღმერთის მსახურმა თავისი ბოლო სერიოზული მოწოდება გააკეთა ხალხისთვის. სიტყვებით გამოხატული სურვილის ტკივილით მას თხოვა მათ, რომ თავშესაფარი ეძებნათ, სანამ ეს შესაძლებელი იყო. ყველა სახის ცხოველები, როგორც მრისხანი, ისე მშვიდი, გამოჩნდნენ მთებიდან და ტყეებიდან და მშვიდად მიიწვდებოდნენ კიდობნისკენ. მოსმენილი იყო ქარისხმაური და ფრინველები ყველა მიმართულებიდან მოეყარეს, მათი რაოდენობაცაც მუქად ხდიდა და სრულ წესრიგში ისინი გადიოდნენ კიდობნისკენ. ცხოველები ღვთის ბრძანებას ემორჩილებოდნენ, ხოლო ადამიანები დაუმორჩილებლები იყვნენ. წმინდა ანგელოზების მიერ გაწვდილი, ისინი წყვილებად მიდიოდნენ ნოესთან, კიდობანში, ხოლო წმინდა ცხოველები შვიდობით. სოფიო გაოცებით უყურებდა, ზოგი შიშით. ფილოსოფოსები მოიწვიეს ამ განსაკუთრებული შემთხვევის ახსნისთვის, მაგრამ უშედეგოდ. ეს იყო საიდუმლო, რომელსაც ვერ მიხვდებოდნენ. ღმერთმა ნოეს უბრძანა, მოდი შენ და შენი მთელი ოჯახი კიდობანში, რადგან ამ თაობაში შენ ვნახე მართალი. ნოეს გაფრთხილებები მსოფლიოს მიერ უარყოფილი იყო, მაგრამ მისი გავლენა და მაგალითი მისი ოჯახისათვის კურთხევებში გადაიქცა. მისი ერთგულებისა და სიმართლისთვის ღმერთმა გადაარჩინა მისი ოჯახის ყველა წევრი. მოწყალება შეწყვეტილი იყო დამნაშავე რასისთვის. მინდვრების ცხოველები და ცის ფრინველები თავშესაფარში შევიდნენ. ნოე და მისი ოჯახი იყვნენ კიდობანში და უფალმა. ისინი დახურა. ხედავთ ბრწყინვალე სინათლის გაწვერას და დიდებული ხრუბელი, რომელიც უფრო ნათელია, ვიდრე ელვაციდან ეშვება და კიდობნის შესასვლელთან მფარველობს. დიდი კარი, რომელიც შეუძლებელი იყო მათთვის, ვინც შიგნით იყო რომ დაეხურათ, ნელა გადაიწია თავის ადგილას უხილავი ხელებით. ნოე დახურული იყო, ხოლო ღვთის მოწყალების უარყოფილები გარეთ დარჩნენ. ცის ბეჭედი იყო იმ კარზე. ღმერთმა დახურა და მხოლოდ ღმერთს შეეძლო მისი გახსნა. ნოეს და მისი ოჯახის კიდობანში შესვლის შემდეგ 7 დღის განმავლობაში არ გამოჩენილა არც ერთი ნიშანი მომავალი შტორმის. მაგრამ მერვე დღეს მუქი ხრუბლები დაფარაცა. შემდეგ მოისმინეს მღელვარე ჯექარქუხილი და ელვის გაწვერა. მალევე დიდი წვიმის წვეთები დაიწყო დაცემა.
მსოფლიო არასდროს ყოფილა მსგავსი რამე და ადამიანების გულები შიშით იყო სავსე. ყველა საიდუმლოდ კითხულობდა, შეიძლება თუ არა რომნოვე მართალი იყო და რომ მსოფლიო განწირული იყო განადგურებისთვის. საუფრო და უფრო მოკვდებოდა და წვიმა უფრო სწრაფად მოდიოდა. ცხოველები ველური შიშით დარბოდნენ და მათი შეუთავსებელი ყვირილი თითქოს მათი ბედი და ადამიანის ბედი გამოსწახებდა. მაშინ დიდი სიღრმეების წყაროები გაიხსნა და ცის ფანჯრები გაიღო. წყალი ხრუბლებიდან ძლიერ ჩანჩქერებად მოდიოდა. ნაკადები თავიანთი საზღვრებიდან გაიქცნენ და ხელბები გადავსეს. წყლის ნაკადები მიწიდან შეუცნობელი ძალით აფეთქდა. დიდი ქანები ასეულობით ფუტი ჰაერში ისროლა და ეს დაცემისას ღრმად ჩაეფლო მიწაში. სამსხვერპლოები, რომლებზეც ადამიანთა მსხვერპლს წირავდნენ, დაანგრიეს და თაყვანისმცემლები შეძრწუმდნენ ცოცხალი ღმერთის ძალით და იცოდნენ, რომ ეს იყო მათი ხრწნილება და კერპ თაყვანისმცემლობა, რამაც გამოიწვია მათი განადგურება. როგორც შტორმის ძალა იზრდებოდა ხეები, შენობები, ქანები და მიწა ყველა მიმართულებით ისროდნენ. ადამიანისა და ცხოველის შიში აღწერას აღემატებოდა. ქარიშხლის ხმაურის ზემოთ ისმოდა ხალხის ტირილი, რომელმაც ღვთის ავტორიტეტი შეიძულა. სხვა ადამიანები შიშით შეშფოთებულები იყვნენ, ხელები კიდობნისკენ გაწვდილი და შესვლის თხოვნით. მაგრამ მათი თხოვნები უშედეგო იყო. სიმდისი ბოლოს და ბოლოს გავუიცდა, რომ იცოდეს, რომ არსებობს ღმერთი, რომელიც ცაში მმართველობს. ზოგი დისესპერაციის გამო ცდილობდა კიდობანში შეღწევას. მაგრამ მტკიცედ აშენებული სტრუქტურა მათ მცდელობებს გაუძლო. ზოგი კიდობანს ეჭიდებოდა მანამ, სანამ მათ მძლავრი წყლები არ წაიღებდა, ან მათი ჩაბუჯვა ქანებთან და ხეებთან შეჯახებით არ გაწყვეტდა. მასიური კიდობანი ყველა ბუჩკოში კანკალებდა, როცა მას უმოწყალო ქარები ურტყამდნენ და ვეროდან ვეროზე დაფრინავდნენ. შიგნით მყოფი ცხოველების ყვირილი მათი შიშისა და ტკივილის გამოხატულება იყო, მაგრამ ომის ელემენტების შორის ისინი უსაფრთხოდ აგრძელებდნენ მგზავრობას. ზოგი ადამიანი თავის შვილებსა და საკუთარ თავს ძლიერ ცხოველებზე აკავშირებდა, იცოდნენ, რომ ისინი სიცოცხლის მიმართ მტკიცე იყვნენ და რომ ყველაზე მაღალ წერტილზე ავიდოდნენ, რათა მომატებული წყლებისგან გაქცეულიყვნენ. ზოგი ბორცვებისა თუ მთების მწვერვალზე მაღლა დგას ხეებზე. ერთ-ერთი ადგილი, რომელიც უსაფრთხოებას პირდებოდა, მიატოვეს. როგორც წყლები უფრო და უფრო მაღლა ადიოდა, ხალხი თავშესაფრისთვის ყველაზე მაღალ მთებზე გაიქცა. ხშირად ადამიანი და ცხოველი ერთად იბრძოდნენ ფეხის ადგილისთვის, სანამ ორივე არ გაიქცეოდა. მაღალი მწვერვალებიდან ადამიანები უსასხრო ოკეანეზე იყურებოდნენ. ღვთისმსახურის საზეიმო გაფრთხილებები დაციმისა და დაციმის საგანი აღარ ჩანდა. როგორ ეწდებოდნენ იმ განწირულწოდვილები იმ შესაძლებლობებს, რომლებიც უგულებელყვეს? როგორ ითხოვდნენ 1 საათის გამოცდას, კიდევ ერთი მოწყალების პრივილეგიას, კიდევ ერთი ზარინოას ტუჩებიდან. მაგრამ მოწყალების ტკბილი ხმო მათთვის აღარ ისმოდა. სიყვარული არანაკლებ სამართლის მოითხოვდა, რომ ღვთის განაჩენებმა ცოდვას შეზღუდვა დაადონ. შურისმაძიებელი წყლები უკანასკნელ თავშესაფარს მოედინებოდა და ღმერთის დამცინველები შავი სიღრმეებში დაიღუპნენ. ღმერთის სიტყვით, ამ დროს წყლით გადავსებული მსოფლიო დაიღუპა, მაგრამ ცადა დედამიწა, რომლებიც ახლა იმავე სიტყვით არიან შენახული, ცეცხლისთვის არიან განკუთვნილი, განაჩენის და ურჩი ადამიანების განადგურების დღისთვის. მეორე შტორმი მოდის და ცოდვა და ცოდვილები განადგურდებიან.